მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ზურაბ ფოლდაშვილი. დღეს შემოგთავაზებთ ტექნიკურ გამართულებასთან დაკავშირებულ კითხვებს, რომელიც შედგება 20 პუნქტისგან, ხოლო ამ 20 პუნქტიდან თქვენ გიწევთ მხოლოდ ორ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. ამ ორ შეკითხვას კი გამოცდილი დაგისვათ, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში რენდომულად, თქვენ წინასწარ არაფერი არ გეცოდინებათ. ამ ყველაფერში კი დაგვეხმარება ჩვენი გუნდის წევრი საბა. მოგესალმებით საბა. მოგესალმებით მეგობრებო. კი ბატონო, და გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე. პირველ რიგში მინდა განახოთ, საიდან შეიძლება ძრავსახურის ახდა. მივუძანდებით კარებთან, კარების გამოხსნის შემთხვევაში საჭის ქვემოთ კართან ახლოს დატანებული იქნება სახელური, რომლის გამოწევისთანავე ჩვენ გავიგებთ ხმას. ამ შემთხვევაში უკვე გადავდივართ მანქანის წინა მხარესთან. აქ შეხვდება ლოგო, ლოგოს ზემოდან ერთი სახელური დაგვხვდება კიდევ, ხელის მეშვეობით ავწევთ, შემდეგ ხვდით ძრავსახურავს, ხოლო აქ არის კიდევ პატარა ფეხი დატანებული, რომელსაც ავწევთ და დავამაგრებთ შესაბამის ადგილზე. გადავიდეთ უკვე შეკითხვებზე. პირველი შეკითხვა საბა. ესე იგი. განიმარტოს როგორ მოწმდება ძრავში ზეთის აუცილებელი დონის არსებობა? კი ბატონო, ამ შეკითხვაზე შემდეგი პასუხი გვაქვს. მანქანა უნდა იმყოფებოდეს აუცილებლად ჰორიზონტალურ ზედაპირზე, გამორთული ძრავით. შემდეგ გადავდივართ უკვე ხელით ჩვენებაზე, სად მდებარეობს მის შესამოწმებელი ცეცი და ალბათ ეს ხო? კი ბატონო, ეს არის და ამ შემთხვევაში ცეცის ამოღების შემთხვევაში უნდა გაიწმინდოს, შემდეგ დაბრუნდეს ისევ თავის ადგილზე და მეორე როცა მოწევთ, უკვე უნდა იყოს მინიმუმს და მაქსიმუმს შორის. ძალიან კარგი. გავგზავნოთ ხო? კი ბატონო, გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. განიმარტოს როგორ მოწმდება რეზერვუარში სამოხრუჭე სითხის აუცილებელი დონის არსებობა? კი ბატონო, სამოხრუჭე სისტემის რეზერვუარი პირველ რიგში უნდა ვანახოთ ხელით, სად მდებარეობს. ამ შემთხვევაში გვაქვს ძრავის უკანა მხარეს. თეთრი რო ხო? კი ბატონო, ეს არის. აქაც იგივე პასუხი გვაქვს, სითხე უნდა იყოს მინიმუმს და მაქსიმუმს შორის და ასევე დავამატებ იმასაც, რომ ამ ყველაფრის როგორც წინა შეკითხვაზე ვთქვით ჩვენ, რომ ამოვიღოთ, შევამოწოთ, ანუ აქ არაფერი არ გვიწევს, ჩვენ უბრალოდ სიტყვურად უნდა გავუმარტოთ ეს ყველაფერი გამოსცეს. გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. კარგი, ესე იგი მესამე. განიმარტოს როგორ მოწმდება მუშა მუხრუჭის გამართულობა? მუშა მუხრუჭის შემთხვევაში ჩვენ ისევე სიტყვიერად უნდა გავუმახვილოთ გამოცდილს ყურადღება, მანქანა უნდა იყოს გამორთულ მდგომარეობაში, როდესაც სატერფულზე ფეხს დავაჭერთ, რამოდენიმე შეხებისას უნდა გამაგდეს, ხოლო დაქოქვის შემთხვევაში უკვე უნდა გარბილდეს. და ამით ხვდებით, რომ ჩვენი სამუხრუჭე სისტემა არის მწყობრში. ოკეი, ძალიან კარგი. კი ბატონო, შემდეგ შეკითხვაზე გადავიდეთ. ეს ყოფილა, მინდა გითხრა. კი ბატონო, ძალიან მარტივია, უბრალოდ ჩვენი სიტყვებით უნდა გადმოვცეთ გამოსცეს, აქ არაფერი არის. ანუ ვალდებულები არ ვართ, რომ ეს დიპლომატიურად და რაღაცა. კი ბატონო, არავითარ შემთხვევაში ჩვენივე სიტყვებით შეგვიძლია ახსნათ ეს ყველაფერი. გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. კარგი, მეოთხე შეკითხვა. მზად ხარ? კი ბატონო. განიმარტოს როგორ მოწმდება სადგომი მუხრუჭის გამართულობა? ამ კითხვაზე მინდა ესეთი პასუხი გაგცეთ. არავითარ შემთხვევაში, ნუ წინა კითხვა და ეს კითხვა ძალიან გავს ერთმანეთს, უბრალოდ განსხვავება არის ამაში, რომ სადგომი მუხრუჭი ჩვენი აზრი რო აგიხსნათ, რომ ყველასთვის გასაგები იყოს, ჟარგონად ვიძახით რუჩნიკს, ანუ ხელის მუხრუჭი, არ შეგვეშალოს ჩვეულებრივ სამუხრუჭე სისტემასთან. ამ შემთხვევაში მანქანა უნდა იმყოფებოდეს ჰორიზონტალურ ზედაპირზე, არ აქვს მნიშვნელობა მექანიკური გადაცემათა კოლოფის იქნება ავტომობილი თუ ავტომატიკური, უნდა იყოს ნეიტრალურ მდგომარეობაში, როდესაც ამოვწევთ ხელის მუხრუჭს, მესამე პირის მეშვეობით, მიწოლის ან რაიმე ზემოქმედების შემთხვევაში არ უნდა გაგორდეს, ანუ მოძრაობა არ უნდა ფიქსირდებოდეს, როდესაც მივაწვევით, ესე რომ გითხრათ სიტყვიერად. მხოლოდ ეს არის პასუხი. ძალიან კარგი. გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე საბა. კარგი. განიმარტოს სად მოიძიება ინფორმაცია საბურავებში რეკომენდირებული ჰარისწნევის შესახებ? ამ კითხვაზე პასუხი შემდეგნაირია. ზოგადად, როდესაც ავტომობილი წარმოება, მას მოყვება პატარა წიგნაკი, სადაც დატანებული არის და აღწერილი არის ეს ყველაფერი. შეგვიძლია ესაც უთხრათ ჩვეულებრივ გამოსცეს, ხოლო ამის არარსებობის შემთხვევაში უკვე გადავინაცვლეთ კარების მხარეს, კარებს გამოხსნით და ავტომობილის ძარაზე დატანებული იქნება პატარა ფირნიში, სადაც მოცემული არის ეს ყველაფერი და შეგვიძლია ხელით მიუთითოთ მასზე. ძალიან კარგი. კაი, შემდეგი. მეექვსე შეკითხვა. კი ბატონო. განიმარტოს როგორ მოწმდება უსაფრთხო მოძრაობისათვის საბურავების საერთო მდგომარეობა? კი ბატონო, ამ შემთხვევაში გვიწევს უკვე ვიზუალური დათვალიერება. ამას რა თქმა უნდა სიტყვიერად უხსნით გამოცდილს. ანუ ეს უნდა შემოწდეს გარე ვიზუალური დათვალიერებით, საბურავს არ უნდა აღენიშნებოდეს არანაირი დეფექტი მას და ასევე უნდა გაუმახვილოთ ყურადღება, რომ უნდა იყოს საბურავის პროტექტორის ზომა უნდა იყოს არ უნდა იყოს უბრალოდ 1.6-ზე ნაკლები. ოკეი. ძალიან მარტივი. გადავიდეთ შემდეგზე ასევე. მეშვიდე შეკითხვა.
განიმარტოს როგორ მოწმდება დამოხრუჭების სიგნალების გამართულობა? ამ შემთხვევაში მანქანა უნდა იყოს ჟარგონულად რო გითხრათ, მოკლედ ზამოკი უნდა იყოს გახსნილი, ანუ დინი უნდა იყოს მანქანაში, რომ მუხრუჭმა აანთოს, ასევე აქაც თქვენთვის მარტივი რო იყოს, შემოგთავაზებთ კადრს, რომელშიც იქნება სამუხრუჭეს სიგნალები, უბრალოდ ტონუსს ვაწვევით ფეხს და მესამე პირის დახმარებით ვიზუალურად უნდა დათვალიერებთ, რომ ყველა ნათურა არის შესაბამის მდგომარეობაში, ანუ ანთებს რო გითხრათ. უკან სტოპებს რო ეძახიან მაგას გულისხმობ, ხო? ზუსტად ეს. ძალიან მარტივი ეგეც. გადავიდეთ ასევე შემდეგზე. კაი, მერვე განიმარტოს როგორ მოწმდება საჭის გამაძლიერებლის გამართულობა? ამ კითხვაზე მარტივია ძალიან პასუხი. ნუ როცა გამორთული არის ძრავი, მოგეხსენებათ რომ საჭე არ ფუნქციონირებს, ანუ ან იკეტება ხოლმე, ან ძალიან მაგრად ტრიალებს. ამ შემთხვევაში როდესაც გადავწევთ, ანუ დავქოქავთ, ჩავრთავთ მანქანას, აუცილებლად საჭე უნდა გარბილდეს და მოძრაობის შემთხვევაში მარცხნივ გადავწევთ თუ მარჯვნივ არ აქვს ამას მნიშვნელობა. უნდა იყოს მოძრაობა თანაბარი და მასში არ უნდა იგრძნობოდეს არანაირი ბიძგი და არ უნდა იყოს შეფერხება, მოკლედ თანაბრად უნდა ტრიალებდეს რბილად საჭე. ესე მარტივად რო ვისაუბროთ. ხო. კარგი. მეცხრე შეკითხვა. კი ბატონო. განიმარტოს როგორ მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის აუცილებელი დონის არსებობა? კი ბატონო, ეს კითხვა შეიძლება ჩვეულებრივი გამოუცელისთვის ჟღერდეს ძალიან რთულად, მაგრამ მოდი მარტივად აგიხსნით. ესეთ შემთხვევები ძალიან ბევრი ყოფილა, როდესაც გამოცელი პირდაპირ ამ შეკითხვას ეკითხება ხოლმე შემდეგნაირად, ანუ მანახეს ან მდებარეობს სად ისხმება უბრალოდ ანტიფრიზი, სად მდებარეობს და რა დონეზე უნდა იდგეს სითხეო. ანუ ეს შეიძლება დაგიცვათ და ამ კითხვაზე არ დაიბრუნოთ ანტიფრიზს თუ გეტყვიან. ძალიან მარტივია ეს, ცოტა დიდი რეზერვუარი რომელიც არის, აი ეს არის. კი და სითხე უნდა იყოს მინიმუმს და მაქსიმუმს შორის და უბრალოდ ხელის მოძრაობით ანახებთ ამ ყველაფერს. მეტი აქ არაფერი არ არის, სირთულე და არაფერი არ გიწევს ამ კითხვის პასუხის გაცემა. კაი, მეათე შეკითხვა. განიმარტოს როგორ მოწმდება მოხვევის შუქმაჩვენებლების მუშაობის გამართულობა? კი ბატონო, ნუ ამას რა თქმა უნდა გვეკითხებიან ჩვენ რასაც ვეძახი ჟარგონულად პავაროტნიკების ჩართვა გამართვას. ამ შემთხვევაში შესაბამის მდგომარეობაში უნდა იყოს მანქანა, ანუ გულისხმობ რომ დენის წყარო უნდა იყოს მიწოდებული, ანუ დენი, ანუ ერთხელ გადაწეული უნდა იყოს გასაღები, ან დაქოქვის მდგომარეობაში უნდა იყოს მანქანა. შემდეგ ჩავთავთ ჩვენ ციმციმას, პავაროტნიკს მოკლედ და ჯერ სიჩქარების დაფაზე უნდა გამოგვიშვას რომ ანთია, ხოლო შემდეგ გადმოდივართ ისე და ვიზუალური დათვალიერებით უყურებთ ნათურა მუშა მდგომარეობაში არის თუ არა. ანუ რო ჩავთავთ დაუშვათ და გარეთ არ ანთებს, ანუ გაუმართავია ჩვენი შუქმაჩვენებლები, ხოლო თუ ანთია, ანუ ძალიან მარტივი პასუხი მუშა მდგომარეობაში. ანუ ესე იგი ან დეშბორდზე იქნება ანთებს, ან გადმოვალ და ვნახავ. ან გადმოვალ და ვნახავ. აჰა, ოკეი, ძალიან მარტივი. კი ბატონო. აი, შემდეგს გადავიდეთ, ხო? კი ბატონო, გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. განიმარტოს როგორ მოწმდება ფარებისა და შუქამრეკლების წყობში ყოფნა? კი ბატონო, პასუხი იგივე არის, მანქანა შესაბამის მდგომარეობაში, ან დაქოქვის მდგომარეობაში იყოს, ან წეღა როგორც ვთქვით, ერთხელ გადაწეული იყოს გასაღები, ჩავრთავთ ფარებს გვერდიდან და ისევე გარე ვიზუალური დათვალიერებით უნდა ვნახოთ ნათურები ანთია თუ არა, შემოვით მანქანაზე და დავათვალიერებთ ყველა ნათურას. გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. ოკეი, მე-12. კი ბატონო. განიმარტოს როგორ მოწმდება მუშაობს თუ არა საავარიო შუქ სიგნალიზაცია? კი ბატონო, ამ კითხვაზე იგივე პასუხი არის. ამ შემთხვევაში ვიდეოში ჩავწერთ კარტს, დაჭერით კარტს, ჩვენ ჩავთავთ საავარიო შუქ სიგნალიზაციას, ჩვენ ენაზე რო გესწრათ ავარიულს და იგივე გარე ვიზუალური დათვალიერებისას უნდა ათევდეს ორივე მაშუქი წინათ და უკანა მხარეს. აი, სამკუთხედი რაღაც რო არის საუბარი. კი ბატონო, სამში კი ბატონო. ოკეი. გადავიდეთ შემდეგზე ასევე. განიმარტოს როგორ მოწმდება მინამრეცხის რეზერვუარში სითხის დონე? კი ბატონო, ამ შემთხვევაში დორნიკებსაც ვიზახით, კი ბატონო, ჟარგონულად. ამ შემთხვევაში ხელით მეშვეობით უნდა ვანახოთ, რომ ეს არის მინასაწმენდების რეზერვუარი, კი ბატონო. ამ შემთხვევაში მინიმუმ და მაქსიმუმი არ გვაქვს, ვიზუალურად უნდა შევხედოთ, რომ სავსეა, უბრალოდ ავზი. ზოგადად მინამრეცხში თუ სითხე ნაკლებია, ან შესაბამის დონეზე არ არის, ამ შემთხვევაში მაჩვენებლის დაფაზე აუცილებლად გვითევს ყვითელ ნიშნულს. ამ ნიშნულს ჩვენ აუცილებლად კადრში ჩავსვათ, რომ აღიქვათ რა ვიზუალის არის იგი და უბრალოდ ამას განვუმარტავთ, რომ როდესაც დავქოქავთ მანქანას, მაჩვენებლის დაფაზე აგვითებს თუ არ არის შესაბამისი დონეზე ეს სითხე, უბრალოდ ამას ვეთქვით გამოცდის. როიც რა მაინტერესებს?
აი ეს განლაგება როგორც აქ არის, ესე იქნება ზუსტად საქართველოს მანქანაზე? შეიძლება შეცვლილი იყოს, შეიძლება ფერით სხვა ქონდეს, ანუ იყოს ლურჯი, იყოს. მაგრამ ეს პატარაა და მიუხვდება ხო? კი ბატონო, იყოს ლურჯი, იყოს ყვითელი, შეგხვდება ან აქეთ მხარეს, ან მეორე მხარეს, ან ცოტათი აქეთ მოწეული იყოს, ნუ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ძალიან მარტივად თლიან განლაგებას როცა შევხედავთ, მარტივია რომ თვალსაჩინო იქნება ჩვენთვის უბრალოდ ხელით მივანიშნეთ გამოსის. ხო, ოკეი. დიდი სირთულე ამაში არ მდებარეობს არნაირად. გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. საო. გადიმარტოს როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს მათში რეკომენდირებული ჰაერის წნევის არსებობაში? კი ბატონო, ანუ ეს წინა კითხვაზე ზუსტად აღარ მახსოვს მე რამდენი იყო იქ უკვე ახსენეთ ეს სიტუაცია, ანუ ვიზუალურ მდგომარეობაში უნდა დათვალიერდეს, მას არ უნდა შეინიშნებოდეს 4-ვე საბურავში უნდა იყოს ერთ დონეზე, რომ შევხედათ ვიზუალურად, არ უნდა იდგეს და არ უნდა იყოს დაშვებული მარტივად რო ახსნათ, ან ესეთი მდგომარეობა, ანუ იგივე პასუხი არის, რაც წინა შეკითხვაზე ვისაუბრეთ ჩვენ. მე-15, რომელიც გავს მე-14-ს ჩემი აზრით, ნახოთ. განიმარტოს როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს პროტექტორის ნახატის საკმარისი სიმაღლის არსებობაში. კი ბატონო, ძალიან მარტივად წინა პასუხი რაც თქვით წინა შეკითხვაზე, საბურავებს რო იყო დასმული, აქაც იგივე ვიზუალურად უნდა დავათვალიეროთ. ამ შემთხვევაში შეიძლება საბურავი იცვითებოდეს, თანაბრად არ იცვითებოდეს და ერთგან დაუშვათ პატარა იყოს, ერთგან ცოტა ამაღლებული იყოს. წარმოების მიერ დაწესებული გვაქვს ესეთი პატარა სახაზავი, ესე რომ გითხრათ, ან ინდიკატორს ეძახიან კიდევ ამას და უნდა ავიღოთ ყველაზე მცირე ვიზუალურად სადაც შევხედავთ ყველაზე გაცვეთილი ადგილია, ასე რომ გითხრათ, მარტივად და იქ იდება ეს ინდიკატორი ან სახაზავი და მოწოდება მისი სიმაღლე უბრალოდ. მაგრამ ეს შეგვიძლია ძალიან მარტივად ახსნათ, რომ ვიზუალურად უნდა დავათვალიეროთ და ამ სახაზავის მეშვეობით ვზომავთ უბრალოდ ეს პასუხი გავცეთ გამოცეს მეტი აქ სირთული არაფერი არ არის. კარგი, ძალიან კარგი. კი ბატონო. აჩვენოს სად მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დონე? ანუ ეს წინა შეკითხვაზე ჩვენ ერთიანი პასუხი გავეცით. ანუ უნდა მივუთოთ ხელით და მინიმუმს და მაქსიმუმს შორის უნდა იდგეს. იგივე პასუხი აქვს ამ შეკითხვასაც. აჩვენოს სად მდებარეობს მინამრეცხის რეზერვუარი? ანუ წინაზე ჩვენ გვაჩვენეთ კიდეც და ასევე სითხეზეც ვისაუბრეთ, როგორ გამართულება როგორ მოწდებოდა და უბრალოდ ხელით აჩვენებთ ამას. მეტი აქ არაფერი არ არის. აჩვენოს როგორ მოწმდება ხმოვანი სიგნალის გამართულობა? ზოგ მანქანაზე პირდაპირ ხელის მოძრაობით დაჭერით, ანუ გამოსებს ხმას მანქანა, მაგრამ ზოგ მანქანაზე ამისათვის საჭიროა გასაღების გადაწევა და უბრალოდ გავცემთ შესაბამის პასუხს, რომ გასაღების გადაწევის შემდეგ ხელით დაჭერით უნდა გამოსეს ხმა და თუ ხმა გამოსა, ანუ მუშა მდგომარეობაშია. აი ესე იგი, ანუ ზოგს ჭირდება ელექტროენერგია, რომ შევიდეს დააჭეროს, ზოგს არ ჭირდება, კი ბატონო. მარტივი. აჩვენოს სად მოწმდება ძრავში ზეთის დონე? ანუ ისევ წინა კითხვას განმეორდები, ანუ აქ უბრალოდ არის პასუხები, ეს კითხვები არის როგორ იცი, რომ ანუ მუშა მდგომარეობაშია თუ არა და უბრალოდ ხელით როცა აჩვენოს, ეს ერთმანეთს არ შეგვიშალოს, ანუ თუ ეუბნებიან რომ აჩვენოთ, უბრალოდ ხელის მოძრაობით დავანახებთ, რომ აი ეს არის და თუ გვეკითხებიან რომ სითხე რამდენი ან მუშა მდგომარეობაში არის თუ არა, უბრალოდ განუმარტავთ სიტყვიერად, ანუ არც ამოღება გვიწევს ცეცის და არც არაფერი, უბრალოდ სიტყვიერად და ხელის მოძრაობით ვანახებთ ამ ყველაფერს. ოკეი. შემდეგი შეკითხვა. აჩვენოს სად მდებარეობს სამუხრუჭე სითხის რეზერვუარი? წინაზე რაზეც ვისაუბრეთ, ანუ გამართულებაც და რეზერვუარის ჩვენებაც ერთ და იგივე არის, უბრალოდ ხელის მოძრაობით ვაჩვენებთ ამასაც. წეღა როგორც აღვრნიშნეთ, ანუ ძრავის უკანა მხარეს ეს თეთრი მოწყობილება, ანუ რეზერვუარი არის ეს. სხვა არაფერი მეტი. ჟიტკოსტი. კი ბატონო, ჟარგონულად ამასაც ჟიტკოსტი ისხმება ხოლმე და ძალიან მარტივად ვანახებთ ამას. ოკეი. შემდეგი შეკითხვა. მოვჭით. ესეც საკმარისია. კი ბატონო, სულ ეს იყო. ანუ ძირითადად ერთი და როგორც ეხლა განმეორდეთ იმას, რომ ანუ მეორდება კითხვები, ანუ არის ესეთი, რომ მუშა მდგომარეობა, სითხის დონე და უბრალოდ ვაჩვენოთ, ანუ ეს კითხვაშივე არის პასუხი, უბრალოდ ხელის მოძრაობით, კიდევ ერთხელ რომ დავზუსტეთ და განმეორდეთ და დანარჩენი განმარტებით, აქ არ ხდება არანაირი შემოწმება, მესამე პირი ჩართულობა და არაფერი, უბრალოდ უნდა განვმარტოთ და ხელით მოძრაობით უნდა ვანახოთ. სულ ეს არის, მოდი დავამთავროთ და შევაჯამოთ ეს ყველაფერი.
რას უსურვებდი ჩვენს მოსწავლეებს, საბა? გისურვებ წარმატებას, როგორც ხედავთ, არც ამაში ერთული არაფერი და თუ გინდათ რომ თან პრაქტიკული გამოცდაც მარტივად ჩავაბაროთ ქალაქში. კი ბატონო. და მოხვიდეთ ჩვენთან Rivers Drive-ში. კი ბატონო. სიამოვნებით მივიღებთ. ნუ რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვიდეოს სახით შემოგთავაზებთ, მაგრამ დავამონტაჟებთ და ასევე ჩვენთან გაკვეთილზე როცა მობრძანდებით, ვიზუალურად, ანუ უფრო ვიდეოში კი გასაგებია რომ ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენი მასწავლებლები, ინსტრუქტორები ამ ყველაფერს რეალურად აგიხსნიან, აგახდევინებენ, თქვენ თვითონვე ნახავთ სად როგორ რანაირად მდებარეობს და შეხედავთ რომ თქვენთვის უფრო თვალსაჩინო იყოს ეს ყველაფერი მოსწავლეებისთვის თვალსაჩინო იყოს და მარტივად დასამახსოვრებელი. გისურვებთ წარმატებებს, კარგად იყავით მომავალ შეხვედრამდე. კარგად.